გამარჯობა. დღეს ერთად ჩაუღრმავდეთ ქართული ფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და საყვარელ ზღაპარს. ეს არის ამბავი ერთ პატარა ბიჭზე, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ყველაზე დიდი ძალა, იცით რა არის? არა კუნთები, არამედ ჭკუა და მოხერხება. მაშასე, დავიწყოთ. წარმოიდგინეთ, იყო და არა იყო რა, იყო 9 ძმა. ისეთ საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, რომ ლუკმაპური ენატრებოდათ. მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ამ 9 ძმიდან ერთი, ყველაზე უმცროსი, გამორჩეული იყო. თავისი საოცარი გონებისა და მოხერხებულობის გალო მას 5 კუნჭულას ეძახდნენ და სწორედ მან მოიფიქრა როგორ ეშველათ თავისთვის. 5 კუნჭულამ შეკრიბა თავისი ძმები და უთხრა: ასე შიმშილით სიკვდილს სჯობს წავიდეთ, ვიშოვოთ სამსახური და თას ვუშველოთო. ძმებიც დათანხმდნენ. ხო და ეს 9 ღარიბი ძმა დაადგა უცხო მხარეს გზას, ერთი იმედით, რომ უკეთეს ცხოვრებას იპოვიდნენ. ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, გზაც შემოხდათ. აი, წარმოიდგინეთ, უზარმაზარი, თასავით კაცი. ეს იყო დევი. მან ძმებს სამსახური შესთავაზა. ძმებს, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ, აბა რას იზამდნენ? დაუფიქრებლად დათანხმდნენ და ამ საშინელ გოლიათს მის უზარმაზარ სასახლეში გაჰყვნენ. აი, აქ ერთი წამით შევჩერდეთ და კარგად გავიგოთ, ვინ არის ეს დევი. ხო, ქართულ ზღაპრებში დევი უბრალოდ დიდი და ძლიერი არსება არ არის. ის არის, უზარმაზარი ძალით, მაგრამ გონებით ცოტა მოიკოჭლებს. ანუ, ძალიან გულუბრყვილოა. და დაიმახსოვრეთ ეს, რადგან სწორედ ეს დეტალი ხდება ჩვენი ამბის მთავარი გასაღები. მაგრამ როგორც მიხვდით, დევის სასახლეში ძმებს კარგი დღე არ ელოდათ. ეს იყო ხაფანგი. 5 კუნჭულამ ეს საშინელი სიმართლე მალევე გაიგო, თანაც ვისგან? დევის უმცროსი ქალიშვილისგან. გოგონა მოჩურჩულა, რომ მამამისი ღამით მათ შეჭმას აპირებდა. და თან დააყოლა: თუ იფხიზლებ, თავსაც გადაირჩენ და შენს ძმებსაც. ამ სიტყვებმა და რა თქმა უნდა გოგონას ცოლად შერთვის პირობამ 5 კუნჭულას უდიდესი სტიმული მისცა. მან იცოდა, რომ ახლა იწყებოდა ნამდვილი გამოცდა, ჭკუის ბრძოლა გოლიათთან. და აი, დაღამდა. ძმებს ღრმად ეძინათ და ხვრინავდნენ, 5 კუნჭულა კი თვალ დაუხამხამებლად ელოდა. უცებ სიბნელიდან დევის ბოხი ხმა გაისმა. ძმებო, გძინავთ თუ გვიძავთ? რა თქმა უნდა, მხოლოდ 5 კუნჭულამ უპასუხა. მღვიძავს, შენი ბატების ყიყინი არ მაძინებს. დევი საშინლად გაბრაზდა, ადგა და სულ ყველა ბატი გადაყლაპა, რომ ხმა ჩაეკმინდათ. მაგრამ 5 კუნჭულას გეგმა ხომ ახლა იწყებოდა. ცოტა ხანში დევმა ისევ იკითხა: აბა, ძმებო, გძინავთ თუ გღიძავთ? და პასუხიც იგივე იყო. მღვიძავს, ამჯერად შენი ძროხების ფშვინვა მაწუხებს. დევი უკვე ცოფებს ყრიდა, ადგა და ყველა ძროხაც მიაყოლა ბატებს. როცა მესამედაც იგივე განმეორდა და 5 კუნჭულამ ამჯერად ცხენების ჭიხვინზე დაიჩივლა, დევი საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან და სასახლიდან გავარდა, რომ ცხენებიც გაეჩუმებინა. აი, ხედავთ რა გენიალური იყო 5 კუნჭულას გეგმა. მან დევის სიხარბე და მოუთმენლობა თავის სასარგებლოდ გამოიყენა. სანამ დევი შორს მინდორში ცხენებს დაძდევდა, დევის ქალიშვილის დახმარებით ძმებმა სასახლიდან გამოაღწიეს, მდინარე გადაცურეს და თავს უშველეს. ისინი გადარჩნენ, მაგრამ მათი თავგადასავალი ამით სულაც არ დასრულებულა. გადავიდეთ ამბის შემდეგ ნაწილზე. ძმებმა სამსახური იშოვეს, თანაცვისთან, თვითონ ხელმწიფესთან, მაგრამ აქაც 5 კუნჭულას გამორჩეულმა გონებამ მალევე მიიქცია მეფის ყურადღება. და როგორც კი ხელმწიფემ მისი ქება დაიწყო, კარისკაცებს, რა თქმა უნდა, შურმა დარია ხელი. გადაწყვიტეს როგორმე თავიდან მოეშორებინათ ეს ყველაფრის მცოდნებიწი. და რა მოიფიქრეს ამ შურიანმა კარისკაცებმა? მათ ხელმწიფეს ჩასჩურჩულეს. გააუშვი 5 კუნჭულა და მოგიყვანოს დევის გულთმისანი თხაო. ეს ხომ შეუძლებელი იყო. მაგრამ 5 კუნჭულასთვის შეუძლებელი არაფერია. ნახეთ რა მოიფიქრა. ისევ მივიდა დევის სასახლესთან, ისევ შეხვდა თავის დამხმარეს, დევის ქალიშვილს და დაიმალა. თან ისე დაიმალა, რომ თხას დაენახა. ამ გულთმისანმა თხამაც როგორც კი დაინახა, მაშინვე დაიყვირა 5 კუნჭულას სახელი. დევი რა თქმა უნდა გააცოფდა, მოგკიდა ხელით და პირდაპირ გარეთ მოისროლა. 5 კუნჭულასაც მეტი რა უნდოდა. დაეჭირა თხა და წამოიყვანა. ხედავთ, ისევ არანაირი ბრძოლა. კარისკაცები, რა თქმა უნდა, ლომის გასკდნენ ბოღმით. ამიტომ მეორე კიდევ უფრო რთული დავალება მოიგონეს. ახლა დევის ჯადოსნური ხალიჩა უნდა მოეტანა. და 5 კუნჭულა ისევ წავიდა. გეგმა ამჯერადაც მარტივი და გენიალური იყო. დევის ქალიშვილისგან ერთი მუჭა ნემსი გამოართვა და
საიდუმლოდ, სულ ყველა ჩააწყო ხალიჩაში. წარმოიდგინეთ ახლა დევის სახე, როცა ამ ხალიჩაზე დაჯდა და ყველა ეს ნემსი ერთად შეერჭო. ისე გაბრაზდა, რომ ხალიჩა პირდაპირ ფანჯრიდან მოისროლა. 5 კუნჭულამაც აიღო და წამოიღო. მაგრამ კარისკაცებს უკანასკნელი ყველაზე საშინელი დავალება შეენახათ. და აი მივედით კულმინაციამდე. კარისკაცებმა ხელმწიფეს უთხრეს, რად გინდა დევის ნივთები, როცა შეგიძლია, თავად დევი გვყავდეს მონად. ხარბ ხელმწიფეს, რა თქმა უნდა, თვალები გაუბრწყინდა და დათანხმდა. ეს უკვე მართლა სიკვდილზე გაგზავნა იყო. მაგრამ 5 კუნჭულას უკანასკნელი ეშმაკობა ყველაზე დახვეწილი აღმოჩნდა. ნახეთ რა ხდება. დევი თიქრობს, რომ მასთან ოსტატი დურგალი მივიდა და საოცარ კიდობანს უშენებს. სინამდვილეში კი 5 კუნჭულა მას უშენებს საპყრობილეს, ციხეს, რომელშიც დევი საკუთარი ფეხით და, რაც მთავარია, საკუთარი ნებით შევა. 5 კუნჭულა, ანუ ჩვენმა დურგალმა, დევს უთხრა, აბა შედი შიგნით და სცადე ერთი ფიცარი მაინც თუ შეგიძლია გაამოძრაო. დევი, რა თქმა უნდა, თავისი ძალის საჩვენებლად შიგნით ჩახტა და წამში 5 კუნჭულამ სახურავი დაახურა და ზედ დააჭედა. გოლიათი ხაფანში იყო. მან ეს დაკეტილი კიდობანი პირდაპირ ხელმწიფეს მიართვა. მაგრამ აქ ამბავი არ მტარდება. დევი, რა თქმა უნდა, გამოაღწევს ამ კიდობნიდან, გადაყლაფავს ხარბ ხელმწიფესაც და მის კარისკაცებსაც და ვის დაინახავს? მაღალი ხის წვერზე შემოსკუპებულ 5 კუნჭულას. გაოცებული დევი ეკითხება: 5 კუნჭულავ, მან როგორ აფრინდი? და აი უკანასკნელი, გენიალური ტყუილიც, აი ეს მარილის ლოდი დავიდე გულზე და ამოფრინდი. უთხრა 5 კუნჭულამ და უზარმაზარი ქვა აჩვენა. გულუბრყვილო დევს, რომელსაც ფრენა მოუნდა, მეტი რა უნდობა. მაშინვე გულაღმა დაწვა და მოემზადა აფრენისთვის. და რა მოხდა შემდეგ? ალბათ ხდებით. 5 კუნჭულამ ეს უზარმაზარი ქვა პირდაპირ დევს დაუშვა გაზრისა და ამით მისი ამბავიც დასრულდა. ასე, ერთი მარტივი, მაგრამ გენიალური ხრიკით ქვეყანა გათავისუფლდა როგორც დევისგან, ისე ხარბი ხელმწიფისგან. ჭკუამ ნამდვილად ძლია ძალას. და ბოლოს როგორც კარგ ზღაპრებს შეეფერება, ყველაფერი კარგად მთავრდება. 5 კუნჭულა ხელმწიფის სასახლეში გამებდა. ცოლად შეირთო დევის უმცროსი კეთილი ქალიშვილი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ეხმარებოდა. მისმა 8 ძმამ კი მისი 8 და შეირთო. ასე 9 ძმა და 9 და, ახლა უკვე 9 დედოფალი ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. საბოლოოდ 5 კუნჭულას ამბავი ერთ მარტივ, მაგრამ ძალიან ღრმა კითხვას გვიტოვებს. რა არის ნამდვილი ძალა? ის, რასაც კუნთებით ფლობ, თუ ის, რასაც გონებით იყენებ. ეს ზღაპარი კი გვეუბნება, რომ ყველაზე დიდი ურჩხულის დამარცხებაც კი შეიძლება, თუ შენი მთავარი იარაღი არა მუშტი, არამედ გამჭრიახი გონებაა.